ნადირობა ოდითგანვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მართალია ახლა საბჭოს მოპოვების მიზნით მხოლოდ ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში ნადირობა. ძირითადად კი ეს პროცესი ჩვენში სპორტულ ინტერესს უფრო იწვევს. ნადირობთ მშვილდით, ძაღლებით, ცხენებით, ფრინველებით, მაგრამ ყველაზე აზარტული და ექსტრემალური მაინც წყალქვეშა ნადირობაა, რომელიც სათანადო მომზადებას და სპეცაღჭურვილობას მოითხოვს. ჩვენი წყალქვეშა წურის კლუბის პოსტედენო სამყაროს მაღაზია არის აღჭურვილობის, ყველაფერი არის ვინთვისთვის, ანუ აკვალანგით ყვითვისთვის და რასთავარია მონადირეებისთვისაც და საღამოს საათებში ჯობია მოსვლა, უფრო საინტერესო ხალხი მოდის ხოლმე. ნახოთ რა ხდება შიგნით. გამარჯობა, პირველ რიგში ჩვენ ერმანილოსანს ვესალმები ხოლმე. აი ყველაფერია გზედ. სხვადასხვა ჩემი რეგულატორია, კადრში ამითი ვარ ხოლმე ხშირად, მხოლოდ ამას ვენდობი, მეტი არავის, ფოტოაპარატიც აქვს, ვთქვათ, წნევა რამდენია ჰაერი ბალონში, სიღრმის აზომი ხელსაწყო და აბსოლუტურად ყველაფერი. ნუ ესე არ არის აუცილებელი, რა თქმა უნდა, რომ ჩავიცვა და ჩავიდეთ, მაგრამ ეს ყველაზე ბეჯითი ყვინთავი შეიძლება იყოს, ვთქვათ. აი როგორც აღნიშნე, ყველაზე საინტერესო ხალხი ამ დროს იყრის ხოლმე თავს. ახლა გამარჯობა ბატონ ალიკო, როგორ ზანდებით? დათო ბიჭიკაშვილი, ჩვენი სახელოვანი თვალსაჩინო მონადირე, ყველაზე ბეჯითი პროფესიონალი და რაც ყველაზე მეტად ამ სპორტში და საერთოდ ადამიანს ვაფასებ, ნიჭიერი ადამიანია, ასე ვთქვათ, აპგრეიდის გაუმჯობესებისი თვალსაზრისით და კუთხით, ანუ გამონგონებლური უნარით არის დაჯილდოებული. ბატონი ალიკო სუდაძე, პოსეიდონის სამყაროს კლუბის დამფუძნებელი და ექსპერტი ამ თვალსაზრისით, რასაც წყალქვეშა აღჭურვილობას შეეხება. რაღაც ახალი ჩამოქვსვლია. კი. წლევანდელი კოლექცია გვაქვს 2012-2013 წლის. სანადირო მიმართული მონადირების მიმართულებით გვაქვს კარგი ახალი თოფები, რომლებიც გამოირჩევა ექსკლუზიური დიზაინით, გამოირჩევა ჩემპიონატებზე ბევრი გამარჯვებებით და გამოირჩევიან ასევე უნივერსალურობით. უნივერსალურობა მდგომარეობს იმაში, რომ შეიძლება როგორც დამწყები მონადირეებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის, ასევე წლევანდელი კოლექცია გამოირჩევა უფრო დახვეწილი დიზაინით. ეს შავი სათვალე შარშან მე არ მინახია. ეს ალბათ უფრო მილიტარი მოდელი. სამხედროებიდან გადაიღეს, ეს მასკიროვკის და ეკიპირების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ჩამოვიდა ახალი მოწყობილობა, ხელის კომპიუტერი წყალქვეშა. ეს არ ჩაირთვება კომპიუტერი ხალხო, ანუ გონეთ არ მუშაობს, წყალში მოხდება თუ არა, თვითონ ჩაირთვება დაწოლეთ. ეს ირთვება? ესე მე ძველმოდელებზე ვარ, მიჩვეული. წყალში მოხვედრისას ირთვება ხო? თვითონ გეუბნება ყველა, როდის ახვიდე, როდის ჩახვიდე. ჯანმრთელობას უსწრდება და სად გაჩერდე, ანუ აქ ჩვეულებრივი ჰაერი როცა გაქვს დატენილი, უბრალოდ რეზერვუარი აერწყიცებ თუ ნაიტროქსი და ასე შემდეგ, სხვადასხვა აჰილები გვაქვს შეზავებული, შეკავს შეგაძლო პროგრამა და გიწერს თუ რა უნდა მოიქცე. საკმაოდ საინტერესო. ეს პლასტიკი არის? კი. ეს კარბონი და ასე შემდეგ ცოტა ეს კარბონპლასტიკია, დიახ. ფასი არ არის. გამოირჩევა სიჩქარით. ვინც ამ პლასტებს მოიხმარს და გამოიყენებს, სიძახიან თევზებს ვასწრებთ. დათო, შემინდა შეგეკითხო, ანუ აღიარებული სნაიპერი ხარ ჩვენ წრეში მონადირეების სასწრით. ასეთი ტოპი გაქვს. კი ბატონო. ეს არის საუკეთესო იერარქია. ესვედე, რო თქვა წყალქვეშა მონადირეების. ძალიან საუკეთესო იერარქია ნადირობისთვის. გამოირჩევა ძალიან მაღალი სიზუსტით, ხარისხია ძალიან მაღალი დახვეწილი და თავარია. აი ეს რეზინებიც განსხვავებულია. განსხვავებულია, იმიტომ რომ ორი რეზინა აქვს, ეს გამოწვეულია იმით, რომ სიძლიერე დარტყმის წყალში და მანძილი მიახლოების თევზთან არის ძალიან მაღალი და თუ თევზი არის შორს, ანუ გამოიყენება უფრო ორი რეზინი იმისთვის, რომ სიზუსტეს რა თქმა უნდა, ეს ესეთი არბალეტების, ანუ ესე რომ ვთქვათ, დადებითი მხარე ამასთან შედარებით, პნევმატურთან შედარებით ის არის, რომ ეს უფრო ზუსტია, შედარებით უფრო უხმაურო, შორს მიაქვს. ძლიერია, გააჩნია წყლის რომელ ადგილას ანუ ნადირობ, ან ზღვისთვის, ღია წყლისთვის უფრო გამჭროლობა, სადაც უფრო დიდია, გამოიყენება სხვა ტიპის იარაღები, ძირითადად ამ იარაღებს ხმარობენ, იმიტომ რომ მსოფლიოში პროფესიონალები ღია ზღვაში აღიარებენ.
დამხმარე იარაღი წყალში გადაადგილება ცოტა რთულია, იმიტომ რომ შესაძლებელი იყოს, მაგრამ პატარა იარაღი უნდა იყოს, მაგრამ იშვიათად იყენებენ ამას. საქართველოში წყალქვეშა ნადირობა ახლა იდგავს ფეხს და შემიძლია გითხრათ, რომ სოფლიო პრაქტიკა რასაც გვაჩვენებს, ხო, ძირითადად არბალეტებით ვინც ნადირობს, დამხმარე იარაღებს არ ატარებენ. იმიტომ რომ გადასაადგილებლად წყალში უფრო რთულია და გასაგებია, მაგრამ მე რას ვამბობ, რა თვალსაჩინო, მაგალითად კეფალზე როცა ნადირო, რო ააცილებ, კეფალს აუცილებლად გვერდზე უნდა ჩაგიაროს ესე ამ. კი ბატონო, კი. წრეს არ ტყავს და თითქმის, ანუ თუ პირდაპირაა და ესვრი, დაახლოებით წრეს არ ტყავს, ისევ დგება წინ. დაახლოებით ხშირ შემთხვევაში. არა, იმდენად სწრაფია, რომ ამის ილუზია არ კონდეს, რომ ხელახლა ვერ მოასწრებს გამორიცხული. ფანარია ესე იმაგრებული, მაგრამ ჩოლებრივი პლასმასის ეს ძირითადად ეს გამოიყენება ღამის ნადირობისთვის, დღის ნადირობისთვის, მაგრამ იმ თევზზე, რომელიც დამალულია კლდეებში, თვის ქვეშ, ჩვენთან ეს ადგილებია სარფი, კვარიათი, ციხისძირი, არის ძირითადად თევზები, ქოთეხი, ანუ რუსულად გარბილი, ძირითადად იმალება ის ადგილებში, სადაც შუქი ნაკლებად ხდება და იმ ადგილებში უნდა ეძებო ეს თევზი, საკმაოდ ძვირადღირებული თევზია, საკმაოდ გემრიელი თევზია და მისი მოკლა ასე ვთქვათ. აი ამ ეს არის უნიკალური საშუალება აღბეჭდო იშვიათი კადრები ნადირობისთვის. და ეს კადრები, რასაც მაყურებელი ხედავ, ნადირობის კადრები, არის შენი გადაღებული, ჩვენ გადაცემაში, რასაც გამოიყენებ ნადირობის ყავკინა კადრებს, არის დათო გადაღებული, აი ამ გადაღებული ამ კადრებით, ეს არის GoPro Hero Full HD ხარისხის, ანუ მაღალი ხარისხის გადაღებით, შემიძლია გითხრათ, რომ ნადირობის ყოველთვის დამაქეს მოწყობილობა იმისთვის, რომ ეს მაგრდება შემდეგი საშუალებით, ძირითადად ვამაგრებთ აქედან. უკვე დაპატენტებული ეს ილუზია ნუ გაქვს რომ დაახსრებთ. ვამაგრებთ ესეთი საშუალებით. არის გამოგონებები. ესეთი საშუალებით და მუდმივად ჩართულია ეს კამერა, საკმაოდ დიდი მახსოვრობისაა. დიდი ხანი გაშესულთე საგმარისია შეცვლილი გვაქვს ამ კამერაზე წყალქვეშა ნადირობის და წყალქვეშა გადაღებების აუცილებლად ბრტყელი ლინზა უნდა იყოს, იმიტომ რომ გვალი ლინზა და საკუთარი რაც ორიგინალი მოყვება არ გამოიყენება მისთვის. ხმელიც რა თქმა უნდა, საკმაოდ ფართოდ გავრცელებული კამერაა მსოფლიოში, ექსტრემალები ხშირად იყენებენ. მე ნადირობისთვის მუდამ დამაქვს ეს, იმიტომ რომ უნიკალური კადრები ყოველთვის უნდა აღბეჭდო, იმიტომ რომ არ გამეორდება. ვერ მოარიყო, ხშირად არის ხოლმე, კი, საერთოდ კი ბატონო. და ხშირად დამაქვს და აღბეჭდა ხდება ამ ვიდეო კამერით, უნიკალური კადრებია მართლაც, რომელსაც გადმოგცემთ საქართველოში. აუცილებელი იმისათვის რომ ვაჩვენოთ რომ არაფერი არ არის. რა თქმა უნდა. თავარი ის არის კიდევ რომ ამ სპორტისთვის, ექსტრემალური სპორტისთვის არ არსებობს ზამთარ ზაფხული, შეგიძლია წელიწადის ნებისმიერ დროს ჩახვიდე ინადირო, ჩვენთვის უახლოესი რაცაა თბილისისთვის, თბილისის ზღვა, ფართოდ გავრცელებულია საძანი, სარგისებრი ყობრი. რა თქმა უნდა, არის ამისათვის მოწყობილობები, პლუს ლოქოები ძალიან ფართოდაა გავრცელებული და ღამის ნადირობა ძალიან საინტერესო, აგრეთვე ჩვენი უახლოესია შავი ზღვა. რატო გადაწყვიტე წყალქვეშა ნადირობა? გადაწყვიტე ბავშვობიდან თევზაობ. როგორც ყველა მამაკაც, თითქმის ყველა მამაკაც ციტაცებს თევზაობა, ნადირობა. დამაინტერესა წყალქვეშა ნადირობის დეტალებიც, უყურებდი YouTube-ზე და ზოგადად ვეცნობოდი ამ დარგს. დავიწყე დაივინგით 2 წლის უკან. და სკოლა დავინგი, ჩვეულებრივად დავიღე სერტიფიცირებული დაივერი გავხდი. და გადავწყვეტე ჩემი ბედი მეცადა წყალქვეშა ნადირობისთვის. შევიძინეს სრულად განსხვავებული, სრულად როგორ free diving-ი ან თავის free diving-ი რა თქმა უნდა, შესაბამისად ჰაერის, ანუ ბალონის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ექსტრემალური სპორტია და გარკვეულწილად მოითხოვს ფიზიკურ მომზადებასაც. ამისთვის იმისთვის რომ განავითარო ეს ყველაფერი საჭიროა მუდმივი ვარჯიში, მაგრამ შეგიძლია არც ვარჯიშო ზოგჯერ, მაგრამ მიაღწიო იმ შედეგებს, მაგალითად თბილისის ზღვა. თუ პრეტენზია არ აქვს სიღრმეში საკმაოდ მძიმეა და საკმაოდ ისეთი ექსტრემალური წყალია, შემიძლია ვთქვა და ექსტრემალური ადგილებია. და აქვე მაყურებელს ვუძებ მარტო თუ გადაწყვეტ მარტო მოწახდათ. ოღონდ წყალქვეშ ინადირო წყვილში და ერთი კიდე კაცი დამხმარე იყოს. ძალიან ბევრი რამე. არა მარტო ნადირობა. ძალიან ბევრი რამე შეიძლება ვილაპარაკოთ ამ ნადირობაზე, იმიტომ რომ უსაზღვროდ საინტერესო თემაა. უსაზღვროდ საინტერესოა, იმიტომ რომ აუცილებელი ეს არის ექსტრემალური სპორტის სახეობა. თუ გვაქვს პრეტენზია
ვინადიროთ სიღრმეში დაახლოებით 15-20 მეტრა საკუთარი ჰაერით. ამ დროს გჭირდება, რა თქმა უნდა, სასურველია რომ იყო პარტნიორთან ერთად, იმიტომ რომ ექსტრემალური სპორტია და არაფრისგან არ ახარ დაწვეული. აი სანამ წახვალ სანადირო თქვა ახალ ადგილას ეგრევე თავისუფალი ყურით ეს ფრი დაივინგით მიდიხარ მარტო ლასტებით სიმძიმით და ტოფით თუ ჯერ ჩოლებრივი აკვალანგით არა მე აუცილებლად დაზვერვას საწარმოებ. გასაგები. მე აუცილებლად წინასწარ ვსწავლობ, მაგრამ ბალონის გარეშე მე ვნადირობ და ყველა მონადირე მსოფლიოში, რომელიც სუფთა ნადირობითაა დაკავებული, აუცილებლად ბალონის გარეშე ნადირობს, იმიტომ რომ ეს არის შეიძლება ბალონით გააკეთო დაზვერვა, მე მოხვიდე და უბალონოთ. გასაგები, მე პირადად ბალონს პირდაპირ ჯერ რეალურად იქაურ ადგილებში ვსწავლობ. კარგად და ამის შემდეგ ვახორციელებ ჩაღვინთვებს და ნადირობას, ასე რომ ვთქვათ. ყველა მონადირე არ ამბობს ხომ მაგ ბოლომდე რა ადგილებია, მაგრამ აი ეს ზოგადად ხა GPS კოორდინატებს არ შეგეკითხე, მაგრამ ეს ადო არის ყველა საინტერესო. ყველა საინტერესო ჩემთვის, როგორც მონადირისთვის, ყველა საინტერესო. მე საერთოდ ძირითადად გადაცებული ვარ სიღრმეში ნადირობით, სიღრმეში დაახლოებით 5-10 20 მეტრამდე ნადირობით, ჩემი მაქსიმალური ჩაღვინთვის სიღრმეა 20 მეტრი. ძირითადად ის ადგილები 40-20 რო ჩახვიდა უკანაც ხომ? დაახლოებით არა მარტო უკან უნდა მოხვიდე, იქ ადგილად გჭირდება, ანუ ეს დრო გჭირდება იმისთვის, რომ ჩაღვინთო, დაათვალირო ადგილი, ნახო ის თევზი, რომელიც ჩვენთვის სასურველია, დაუმიზნო, ესროლო, ამოიყვანო და აი ამ დროში გარკვეულწილად გჭირდება ეს ყველაფერი. საინტერესო ადგილები შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთვის არის საქართველოში, რა თქმა უნდა, შავი ზღვა. ყველაზე ისე გავრცელებული ქობულეთი, კვარიათი, სარფი, ციხისძირი, მწვანე კონცხი არის საინტერესო ადგილები მართლა სადაც ბინადრობს. უნიკალური კადრები, აი ხა რასაც კადრში ხედავს მაყურებელი, სადაც გარბოს რა ქართულად? ქოთეხი. ქოთეხი. ეს გადაღებულია, შემიძლია გითხრათ, რომ ქობულეთში, გადაღებულია ასევე კვარიათში, ციხისძირში, სარფში. უნიკალური ადგილებია, თუ ერთხელ ადამიანი ჩაღვინთავს, ინადირებს და ამ სპორტით დაკავდება ექსტრემალური სპორტი აუცილებლად მოიწამლება რა ძალიან საინტერესოა ძალიან ექსტრემალურია რა რო ჩადიხარ უკვე თევზები არ გსნობენ და არ გარ ამიტომ თევზი რო არ დააფრთხო არსებობს ძალიან ბევრი წესი მრავალი წესი პირველი ოქროს წესია ის რომ რეალურად არ უნდა იხმაურო წყალში იმიტომ რომ ხმაური წყალქვეშ ძალიან მალე ვრცელდება არსებობს თავის წესი აი მაგალითად ელემენტარული უბრალოდ ნიმუშის სახით მინდა გითხრათ რომ აი ეს უბრალოდ პატარა რეზინის რგოლი, რომელიც გაკუთვნილია იმისთვის, რომ ჩამოაცვა ფლაჟოკს, ასე რომ ვთქვათ, ფრთას, იმისთვის, რომ წყალში ჩაყვინთვის, დროს არ იხმაუროს. ანუ ეს ფრთა ჭირდება იმისთვის, რომ თევზი რო ხდება, ეს იშლება და უკან აღაროშებს, კი ბატონო, და ეს ხმაურობს. ხმაურობს, რა თქმა უნდა. ამისთვის საჭიროა ეს რეზინი, ეს პატარა რეზინი, რომელიც იცავს ამას გახსნისაგან. პრინციპში და ჩაყვინთვის დროს არ უნდა დაგავიწყოს რომ მოხსნა. არა, მოხსნა არ ჭირდება სროლის დროს. თავის ავტომატურად ხდება. ანუ შევათ ეს თავის ავტომატურად ხდება. ეს დასაპატენტებელია. უკვე დაპატენტებული. არა, ეს სოფლიოში აღიარებული, ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვით. ეს სოფლიოში აღიარებული პრაქტიკაა. თვითონ მეც რახან სულ 2 წელია რაც ამ საქმით ვარ დაკავებული. ძალიან გადაცებული ვარ, შემაყვარა რა თქმა უნდა ამ საქმემ. შენი თუ ვინმე არა, ჩემით, რა თქმა უნდა, უყურებდი YouTube-ზე უამრავი მასალებია, მეც დამაინტერესა და გადავწყვიტე, რომ ეს კამერა შემეძინა იმისთვის, რომ ქართველები არა ვართ არავიზე ნაკლები და მინდოდა დავემტკიცებინა ზოგადად ქართული. დავამტკიცებთ ჩვენ კამერა. მინდოდა მეჩვენებინა საქართველოში რა ხდება წყალქვეშ, ზოგადად როგორ ვართ დაკავებულები. ძალიან საინტერესოა ამ ხრივ, რომ ტარდებოდეს ჩემპიონატები საერთოდ. ხდებოდა საქართველოს ქართველი ხალხის, ანუ ვინც არის ამ საქმით დაკავებული, გასვლა საზღვარგარეთ, ბერძნის საყავთ, რა თქმა უნდა, სოფლიოში წყალქვეშა ცურიზმ მარათონი, საზღვაო მარათონი, ორჯერ ჩატარდა ფესტივალი და შემდეგ შესაძლებლად ხო, მაგრამ ჩვენთან ცოტა გადაწყვეტეს ყოველ ძვირიჟდება და აი საინტერესოა თვითონ საქართველი მონადირეების მონაწილეობა უცხოურ შეჯიბრებში ხშირად ტარდება საბერძნეთში, ესპანეთში, სამოთ ძლიერი მონადირეები ყავთ იმათებში, ნადირობენ კალმახებზე, სამეგრელოში ჩვენ რა თქმა უნდა თავით თამო დიდხანს ლებენ წყალქვეშ 4-5 წუთი თავისუფლად საერთაშორისო მსხვერპლები ძალიან დიდი
ინტერესს გამოხატავენ ჩვენ წყლებზე, მაგრამ შეჯერობით აქტიურობაა დაბალი. აი აქსესუარებზე კიდე როგორ დანებს ხმარო. ერთი მხრივ ცოტა უცნაურია რა უწვერო დანა, მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზები, რომ თვითონ არ მოხდეს დაზიანება. რისთვის გინდა გააჩნია და ძირითადად აუცილებლად ყველა წყალქვეშა დანას, იმიტომ რომ უნდა კონდეს ჩვენ ამას ვეძახით სტროპა, ანუ კბილები. ხერხჭრელი და აი ეს გამოსადები სანადირო დანას ეს გასატყაებლად აქვს ხოლმე წინ და ეს რისთვის თქვა რაღაცაში გავეხვიეთ. კი ბატონო, ბადეში ხშირია შემთხვევა. ამას გაუზობ თუ ამან არ გაჭრა ამას გამოდებ და გაჭიმავ ეს გაჭრა ამის გარეშე შეიძლება საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ ეს წვეტიანი დანა ეს წვეტიანი დანა მონადირეები ხმარობენ დიდი თევზის მოკლის შემთხვევაში არის რომ თევზს შეიძლება თავში ვერ გაარტყა ტანში რომლის დროსაც თევზი ძალიან გიზალიანდება ამ დროს საჭიროა რომ თევზი გაუკეთო განეიტრალება ძირითადად ამას თავის არეში ხდება ტვინში ზევიდან ჩარტყმით და გეძლევა საშუალება რომ უსაფრთხოდ ამოხვიდე რეალურად და ეს თევზი შენი თევზი მოათავსო თან აქვე უთხრათ მაყურებელს რომ საერთოდ თევზი თავისი სიკვდილით არ უნდა მოკვდეს დიდი დანები ძალიან ადვილად კარგვადია თქვა წყალში და ვითმოთ ეს აემხლა დანა, მაგრამ ერთი პატარა სამაგრე აქვს და ჩვენ მოვიფიქრე ესე რომ ესეთი ძალიან მარტივი გავუკეთოთ ხრიწიანი, როგორც ვეძახით. სანდრია ერთი ესეთი სამაგრე. ეს უნდა რომ გამოგედოს წყალში მძიმე კარი აქვს და ამხელა დანა მერე გდია სადღაც ციხისძირის მიდამოებში, როგორც ჩვენ ახალბარს მოვიდა. ახალი სამაგრებიც არის, მაგრამ მაინც არ არის. ქარხნულ სამაგრიანი არის ეს, მაგრამ შეიძლება რაღაც მოგიხვდეს, თუმცა ბოლომდე არ ჩაკეტა. და ამოგიყვება. ამისათვის აი ძალიან მარტივად ესეც უბრალოდ აი ძველი რაღაც სპორტული ფეხსაცმლის ეს ვთქვათ ხრიცი შეიძლება ოდნავ გადაკერო და ამას ჩაკეტა. მე აი დანას აქვს ესეთი სამაგრე, ხედავთ რეზინის, რომელიც ყოველ წუთას შეიძლება გაц საერთოდ გარანტიას არ აქვს თვითონ მარილიან წყალში საკმაოდ მალე ხმარება. რა თქმა უნდა, კი ბატონო. ამას თქვა ეს კილერი აი რაზეც ლაპარაკობდით დაჭრილ თევზზე ეხმარება აქვე ახსნი ამოიღე და ხედავთ როგორი წვეტიანი და ამოიღე და მარტივად თქვა გაუგეთებს ნეიტრალიზაციას. ფოტოებში გამოსაჭრელია. ყველა დანას აქ აბსოლუტურად განსხვავებული სამაგრები. ხედავთ აი ამასაც კი რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თქვა კარგვად დანა თითლება თან ფერის და არის რომელიც ანათებს ფაქტობრივად წყალში ფოსფორი. ამასაც კი ესეთი სამაგრე დავუყენებთ რომელიც არის და ხედავთ მაგრამ აი საჭრელი აბსოლუტურად ძალიან საინტერესოა რომ დანა თვითონ ისე უნდა იყოს განთავსებული, მან ისე უნდა გქონდეს განთავსებული ტანზე რომ ადვილი იყოს მისი ამოღება, იმიტომ რომ წყალქვეშ როცა არ ახარ ბალონით და ნადირობ რომ შენი ჰაერით ახარ ყოველ მიასე წამს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა დანის სწრაფად ამოღებას დრო და ენერგია მაქსიმალურად უნდა ემოციების გარეშე მაქსიმალურად უნდა მოერიდო ნერვიულობას ძირითადი მტერე წყალქვეშ არის ნერვიულობა და ჰაერი წუთში გიდავდება კი ბატონო და ამიტომ მაქსიმალურად ფსიქოლოგიური ამტანობა უნდა გქონდეს მაგარი და ყოველ წამს უნდა გაუფრთხილდე წყალქვეშ. და ჯანმრთელობა ძალიან ავითარებს. რა თქმა უნდა. ნიღბებზე შეგვიძლია თქვა ჩვენ აღვნიშნეთ რომ ეს ნიღბები შავი ფერის არ უნდა ანათებდე არის კიდე აი ჩვენ ეს არის მთლიანი სახის ნიღაბი ეს full face მას როგორც ვთქვი არის ორი ტიპის ეს ნიღაბი არის მთლიანი მინის და რომელიც bluetooth ალაპარაკობს აღჭურვილობა აქვს და შევა დალიო ის უფრო აი ტექნო და მუშაობისთვის განკუთვნილია და ეს უფრო ჭუჭყიანი და ცივი წყლებისთვის არის განკუთვნილი სადაც უკეთდება საჰაერო და ანუ სახის არეში სადაც ღია იქ რო სიცივე დიდხანს როცა მუშაობ იქ სიცივე უკვე თავისას შრება და ეს ყველანაირად გიცავს უკვე სიცივისგან ანუ წყალქვეშა მონადირეების თავისუფალი მკვინთავები არიან და ამიტომ აკვალანგს არ იყენებენ და აკვალანგით ნადირობა კიდე უფრო ბრაკონიერობაა. ბრაკონიერობა სოფლიოში აგზავნილია. აი თევზთან ან მოუხერხებელია ძალიან გიცავს. არა ჯერ ერთი თევზს ვერ დაეწევა. ეშინია და გარბის იმას ხელა ხმარს. კი ბატონო. ამიტომ წყალქვეშა მონადირეები ხმარობენ ასე ვთქვათ შნორკას, ანუ სასუნთქი მილაკს. ყველას უყურს რატო არის სასუნთქი მილაკი ესე მოკლედ ეს არის ის სიგრძე რის შემდეგაც იწყება უკვე მტარი ზონა და ეს გამოსუნთქული ჰაერი ისე აგროვდება და ისე CO2-ს ჩავისუნთქავთ თუ ამაზე გრძელ მილაკს ავიღოთ 45 სანტიმეტრი არის აქედან დაწყებული ეს მტარი ზონა ფილტრებიდან ჩვენ ბოლომდე ვერ ვაწვევთ თავის ზონასაც გააჩნია მე მაგრამ რა შეიძლება აი
ახეთ როგორია? ამჟამად სილიკონის. სილიკონის. ასეთ იყენებ, რა. კი, და აუცილებლად. შავი ფერის ძალიან პრაქტიკულია. ხებულია ზომები დგება ყველანაირად. და არის განსხვავება დღისით და ღამით სხვადასხვა ფერისას იცნობ თუ ერთი და იგივე. ჩვეულებრივად არა, განსხვავება ღამის ნადირობას და დღის ნადირობას შორის ის არის, რომ ღამის ნადირობის დროს აუცილებლად ჭირდება ფანარი, ძლავრი ფანარი, რომელიც თოფზე გვაქვს დამაგრებული. ნაშთარი და ამ ფანართან დაკავშირებით უნდა უთხრათ აქვე მაყურებელს, რომ აქ ჩვეულებრივი ნატურა არ აყენებთ, ღია დიოდის ტიპის ლედი განათების. განათება, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს და უფრო დიდი ნათება აქვს ჩვეულებრივ. კი ბატონო. ფოკუსირებული შუქი აქ, იმიტომ რომ თევზისთვის შუქი მნიშვნელოვანია ძალიან. აუცილებლად. თევზის ნადირობაზე აი შემიძლია გითხრათ, რომ ღამის ნადირობის დროს ყველა თევზს გარკვეულწილად არის თევზების სახეობა, რომელიც სხვანაირად რეაგირებენ შუქზე, მაგალითად კეფალი, ლაბანი რეაგირებს სხვანაირად. თუ მაგალითად კეფალს შეანათე, ანუ კეფალი გაჭდა და პირდაპირ მიანათე, ის აუცილებლად გაიქცევა. ამიტომ უნდა ეცადოთ, რომ კეფალს დაანათოთ ზევიდან, იმიტომ რომ ზევიდან დანათება კეფალისთვის იწვევს გაშეშებას, ანუ ჩერდება დაახლოებით მონადირეებმა იციან, რომ როგორც კურდღელზე ნათირობენ, ანუ პროჟექტორებით, წყალშიც კეფალთან მიმართებაში დაახლოებით იგივე ეფექტი აქვს, ანუ კეფალს რო ანათებს ზევიდან ჩერდება, იმიტომ რომ მისთვის შუქი აღიქმება როგორც მზე და ანუ ჩერდება და შუქის იქით ვეღარ აღიქვავს, ვეღარ გხედავს და ამიტომ აბრმავებ და ჩერდება, ანუ შენთვის ძალიან კარგი სამიზნეა, ასე რომ ვთქვა. თუმცა ფარით ნადირობა წყალში ბრაკონიერობად არ ითვლება განსხვავებით კურდღელზე ნადირობის გამო ფარი. რაც შეეხება მაგალითად ქოთეხი ვახსენეთ, გარბელი საკმაოდ ღირებული და საკმაოდ გემრიელი თევზია. გაცილებით კეფალთან. იმაზე ნადირობა ფარნით ცოტა სხვა ეფექტი აქვს, იმიტომ რომ ის შუქის მიუხედავად ნებისმიერ სიტუაციაში გარბის და გერიდება, ამიტომ გარბილი, იმიტომ ხო არ არა, მაგის სახე. რუსლათია. ამიტომ მასთან ქოთეხი რო ეხლა გავიგე. ქოთეხი კი ბატონო. ამიტომ მასთან ნადირობა ცოტა სხვა სპეციფიკაა, ის ძირითადად იმალება კლდეებში, ანუ ლაბირინთულ ადგილებში და მისი ნადირობა უნდა იყოს მომზადებული მინათების დროს, სწრაფად უნდა ესროლოდა. დაინახეთ თუ არა მაღალ რეიტინგური. უნდა დაელოდოს საჭირო დროს. კობრი, ლოკო, თბილისის ზღვაში. კი ბატონო, კობრიც, კი ბატონო, 7 კილოვანი საზანი მოვკალი. თბილისის ზღვაზე ძალიან ისეთი ექსტრემალურ სიტუაციაში თბილისის ზღვა მოგეხსენებათ, რომ ძალიან მძიმე წყალია, საკმაოდ სახიფათო გარკვეულწილად და მაგ დროს 7 კილოვანი საზნის მოკლა, თლად ამოტანა კიდევ პატარა საქმე არ არის. ანუ მაგ დროს ნადირობის დროს, ანუ მოხდა ისე, რომ ისიც საკმაოდ ფრთხილი თევზია და შუქზე გარბის რა, ანუ უნდა იცოდე კონკრეტულად ნაკლები ხმაურით უნდა დაელოდო შესაბამის დროს, რომ ამ თოფით მოკალი ხო? არა, ამ თოფით არ მომიკლია. მაქვს რამოდენიმე სახის, ორი სახის იარაღი მაქვს. ამ იარაღს ძირითადად გამოვიყენებ ღია ზღვაში. გამჭვირვალე წყალი როა დაახლოებით 5 მეტრი და მაღლა, იმიტომ რომ ამ იარაღის სროლის მანძილი დიდია, დაახლოებით 6 მეტრაზე მინიმუმ შეუძლია რომ თევზი მოკლას და ზევით. მე ძირითადად მღვრია წყალში და თბილისის ზღვა არ გამოირჩევა გამჭვირვალობით ძალიან და ამიტომ ხმარო პატარა 60 სანტიმეტრიან იარაღს. ამაზე უფრო პატარა იარაღს, კი. კომანჩის ეძახიან საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო წლის საუკეთესო იარაღად აღიარეს, საკმაოდ პრაქტიკული იარაღია, დახვეწილი მექანიზმები და ასე შემდეგ, უღალატო იარაღია და აი ამით მოვკალი ის საზანი, ასე რომ ვთქვათ, კობრი. და მე იბამ დროს. რა თქმა უნდა, რუსულად კუკანს ეძახიან. სამწუხაროდ ქართული სახელები არა, იმიტომ რომ ნადირობა, წყალქვეშა ნადირობა საქართველოში ამ იარაღები ცოტა სიახლეა. და აქედან გამომდინარე, ცოტა რუსული ტერმინოლოგია ჭარბობს ამ საქმეში. ასე იგი, მე მგონი ასე თუ ისე გავარკვიეთ მაყურებელი ის საზოგადოება, რომელიც დაინტერესდა წყალქვეშა ნადირობით, რაღაცა საჭირო რჩევები მიეცით, რაც თავარია დათოს დიდესი მადლობა არაჩვეულებრივი კადრებისათვის, ექსკლუზიური კადრებისათვის წყალქვეშა ნადირობის შესახებ, რომელიც ჩვენ მაყურებელს ნახა და კიდევ ბევრს ნახავს ნაკვა ჯორჯიაში და თავარია დათომ სანადიროთ იაროს და ჩვენ ერთადაც სწავალთ სანადიროთ
სათანადო მომზადებისა და კვალიფიციური რჩევების გათვალისწინებით შესაძლებელია ზღვამ უხვი ნადავლითაც დაგასაჩუქროთ.